ვქნა მეგობრებო, როგორ ხართ? დავიწყო გავაგზავნო იუთუბერობის კარიერა. საქართველოში რო ვიყავი, ვიღებდი კემპინგის ვიდეოებს თოვლში და ერთი რამოდენიმე გადავიღე. რა ვქნა ახლა? ეხლა სამსახურში ვარ, მუშაობ ეგში დღე. დატვირთვას ველოდები. ახალი ტრეკი მყავს. ნუ YouTube-ზე ვინც მიყურებდა და TikTok-ზე არ გვადევნებს თვალს მე და ანიზას. რამეზე იქნება ალბათ ჩამორჩენილი. დაახლოებით მეოთხე თვე იწურება რაც აქ მუშაობ. ერთი აყენებს დასატვირთად, მეორე აყენებს გასარიცხად. რო დაიტვირთე, მე აქეთკენ უნდა გადმოვაყენო, გარიცხო, ცემენტი გააზავო. დღეს მეორე ტელეფონი წამოვიღე, კარგი ვიდეოები რო გადავიღო, ხარისხიანი. ეს იყო ჩემი ყოფილი მანქანა სხვათა შორის, ეხლა წინ რომ მიაყენა. აი ავარიულები რომ ჩართული, მაგით დავდიოდი მე. სამსახურს რაც შეეხება, დავდივარ ნიუ-იორკ სიტიში, ამაში კუინსში ზოგჯერ ზემოთ ავდივარ ხოლმე, რავი, მაქსიმუმ 1 საათის გზაზე წავსვლა რა. დღეში მუშაობ დაახლოებით 8 საათი, ყველაზე მაქსიმუმი გამოსვლია 12 საათი რაც ვიმუშავე. ყველაზე ნაკლები, რავი, 6 საათი 5-ით მიმუშავია ყოფილა დღეები. ამინდზე არის ეს სამსახური ძალიან დამოკიდებული, ანუ წვიმიანი ამინდში ისედარებით ნაკლები არის ხოლმე მუშაობა. ზაფხულია ეხა ცხელა და კარგი მუშაობა, დღეს ცოტა მოღრუბლულია ისე. მაგრამ წვიმას გონი არ აპირებს. ნუ ჯერჯერობით აქ ვარ, მე რა იქნება? არ ვიცი. რატო გადავწყვიტე ვლოგის გადაღება, ეგეც არ ვიცი და გეგმილიც არ მქონდა. ესეთი სტიკერები დახვდა მანქანაში მარიოსი და რაღაცეების და მოდი ერთი მარიოს სტიკერი კიდე შევმატოთ სადმე. აი აქ ცარია ვაგირას. აჰა. ერთი სტიკერი ჩვენ სახელზე იქნება მიკრული და მოუხდა. სხვათა შორის იმ წინა მანქანას ძალიან ცუდი ის ქონდა მანევრირება, ვერ უხვევდა. პლუს ესეთი კონტროლერიც არ მქონდა. ეს კონტროლერი კარგია, შორი ახლოს დადგები და აღარ დაისვრები რა. სუფთად იმუშავებ. და ამით აკონტროლებ, როდის ჩამოვასხა, აციო, ყველაფერს ამით აკონტროლებ. RPM-ის გაზდა დაკლება და ასე შემდეგ. თან აქ ავტომატურად რო დაადება მას ტენის. ეს გათიშულია, ჩავრთოთ. უკან კიტრიალებს უკვე ის. ამითაც აკონტროლებ რა. ხო და ეს იმ მანქანასთან შედარებით ბევრად კომფორტულია, ბევრად კარგი დინამიკა აქვს. აუ, მას არგი არ გამაცალოს. ხო და რა ვქმა ყოფილი ვარ ამ მანქანით, კარბენის დიდი არა აქვს, 40,000, 47,000 მაილი აქვს. უბრალოდ მაინც ცემენტზე რომ მუშაობ. მანქანა ეს არის რა ქვია. ეს Samsung-ი რა კარგია, გადაღებისთვის კომფორტულია რა. როდესაც კიდე შეატრიალებ, შემოატრიალებ კამერას.
ჭიები, სადაც ვიწვნად გადატუმბონ ცემენტი და სიცხეა გარეთ მანქანაში დავჭიქი. აქ დავუცდი.